შევერთება თუ არა დაკავებულთა წრეს შრი-ლანკას საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი გიორგი მალანია ამ კითხვაზე პროკურორმა დღეს გვიპასუხა რომ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ამ ინფორმაციას. გაირკვა რომ გიორგი მალანიათი პროკურატურა დაინტერესდა მას შემდეგ რაც მოკლული მასწავლებლის დედამ ეკა კუპატაძემ მოითხოვა მისი პასუხისგებაში მიცემა მინიმუმ მისი გამოკითხვა რომ ის ფლობდა ინფორმაციას გარკვეულ ინფორმაციას გიგა ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით და როგორც დედა ამტკიცებდა ის იყო პირი რომელმაც სახლის მეორე მისამართი მიასწავლა მკვლელობაში ბრალდებულ გაბაშულს. ამის შემდეგ ის გამოიკითხა თუმცა გამოძიებას არ უთხრა სრული ინფორმაცია. როგორც საქმის პროკურორი ამბობს გიორგი მალანიამ დაადასტურა მისი და გაბაშვილის კავშირი სატელეფონო კომუნიკაცია თუმცა შინაარსზე პროკურორს არ უსაუბრია. დღეს სასამართლო პროცესზე 4 საათზე მეცხანს აძლევდა ჩვენებას ეკა კუპატაძე. ის იყო მოწმის სახით დაბარებული დღეს სასამართლო პროცესზე მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით თუმცა ადვოკატებმა უდაოდ ცნეს ყველა ის ჩვენება რომელიც მან გამოძიების რამდენიმე ეტაპზე მიაწოდა გამომძიებლებს შესაბამისად მან მოითხოვა როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ რომ სიტყვის მისუფლებით ესარგებლა რაც მოხდა კიდეც და მან გასცა სრული ინფორმაცია მათ შორის იმ სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებით რომელზეც ის იყო ინფორმირებული მკვლელობის შესახებ. აუცილებლად დაჯდება საბრალდებო სკამზე ის ექიმები ვინც სადა თავიდან საქმის გაყალბება და არასწორად აღწერა გიგას და ზენებები უბრალო მიზეზის გამო რომ გადაერჩინათ საკუთარი თავი. ყველა ის ექიმი დაჯდება საბრალდებო სკამზე აუცილებლად დაჯდება საბრალდებო სკამზე სამართალ დამცავებიც ჩვენ არ მოგვიწევდა ამდენი ბრძოლა, აბა ახლა თუ არაკეთებს პროკურატურას საქმეს ღირსეულად, როგორც საჭიროა და მოკლედ აუცილებლად ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე. საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება. უდაოდ თქვენი დაკითხვა, რა ეჭვები გაქვთ, რატომ არ მე ვიყავი საფრთხე. უდავოდ არ ცნეს მხოლოდ ეკა კუპატაძის ჩვენება. უდავოდ ცნეს ყველა იმის ჩვენება ყველა იმ მოწმის ჩვენება ვინც მათ საწინააღმდეგო სერიოზულ არგუმენტებს დადებდა და სერიოზულ ფაქტებს დაასახელებდა. უდავოდ ჩემი შვილის, ჩემი ძმის, ნიაიმნაძის, გიორგი მალანიას, ანასტასია ბერუაშვილის და ბევრის კიდევ სხვების ჩვენებებიც. გიორგი მალანია ეს არის საქმეში მოწმის სტატუსით არსებული პირი, ეს გახლავთ არასრულწლოვანი, რომელიც ეკა კუპატაძის ცენტრში ემზადებოდა, შესაბამისად აქ დადიოდა ეს ბავშვი, იყო ნიაიმნაძის ახლობელი და ამიტომ დაზარალებულს გაუჩნდა ეჭვი და ვარაუდი იმისა, რომ სწორედ გიორგი მალანიამ მიასწავლა თავისი გიგა ავალიანის საცხოვრებელი მისამართი მომავალ თავდამსხმელებს. ამისი გარკვევა ხდება გამოძიების ეტაპზე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ გამოიკვეთება ცალსახად მისი დანაშაულებრივი ქმედება, ბუნებრივია პროკურატურა იქნება შეუვალი და არ დაინდობს არავის თუ დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საქმე. მალანია ადასტურებს, რომ ქონდა სატელეფონო კავშირი ალექსანდრე გაბაშვილთან, თუმცა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან იცოდა რაიმე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით. მალანია გამორიცხავს ამ საქმეში მის კავშირსა და მონაწილეობას, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ალექსანდრე გაბაშვილსა და მას შორის უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე ახლო პერიოდში იყო სატელეფონო კომუნიკაცია. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ კმაყოფილია დღევანდელი ჩვენებით, მას სრულად მოусმინა მოსამართლემ და მის ჩვენებას საკმაოდ მძიმე ჩვენებას უსმენდნენ ბრალდებულის ადვოკატები და თავად ბრალდებულებიც. ბრალდებულების ადვოკატებმა იშუამდგომლეს მოსამართლესთან და უთყურაცნეს ყველა მოწმის ჩვენება, მათ შორის ეკა კუპატაძის ძმის და მისი შვილის ჩვენებები, რომლებაც გამოძიებას მიაწოდეს სრული ინფორმაცია გიგა ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. ოჯახის მოთხოვნა, დედის მოთხოვნა, შვილმოკლული დედის მოთხოვნა რჩება ძალაში, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც წვლილი მიუძღვის მისი შვილის მკვლელობაში და აქ საუბარია ნიაიმნაძეზეც, ახალგაზრდა გოგოზეც, რომელსაც საქმის ორგანიზატორად ასახელებს ეკა კუპატაძე და ასევე გიორგი მალანიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.